ასურეთის ეპიზოდის ინსპირაციით წამოვედით ბოლნისში, რომელიც ტურისტულად არ არის ცნობილი და პოპულარული და სინამდვილეში ძალიან ისტორიული ადგილია. გარდა იმისა, რომ აქაც გერმანელების სოფელი იყო, მანამდე არ ვიცი, ქვის ხანიდან იწყება ამ ადგილის ისტორია და ადამიანის განვითარების ყველა ეტაპზეა აღმოჩენილი ნამოსახლარები და ძალიან კარგი მუზეუმია ასევე, სადაც ბევრი არტეფაქტია დაცული და ეს არის გოთური ხო არქიტექტურის ლუთერანული ეკლესიის ნარჩენი ქვედანაწილი, სადაც ახლა სპორტული კომპლექსია, ასურეთივით კარგად არ არის შემონახული და ფოტოს დავურთავთ ვიდეოში, როგორი იყო ეს ადგილი. აქაურობასაც ეტყობა გერმანული ხელი, იმიტომ რომ ისე ქალაქი მოწესრიგებულად არის დაგეგმარებული და გერმანულ კერძს გავსინჯავთ, რომელსაც ქართულ გერმანულ სახლში მოგვიმზადებენ. ვალკერის იყო ეს სახლი და დანგრეული იყო ესეც, მაგრამ აღადგინეს. ყურძნის უძველესი წიფწაც აქ არის ნაპოვნი და ხორბლის უამრავი ჯიში იყო. ზოგადად ძალიან ისეთი ნაყოფიერი ნიადაგი და ჰავა, იმიტომ რომ წელიწადში სამჯერ მოყავთ მოსავალი აქაურებს. ბოლნისის სიონში არის ყველაზე ძველი ბოლნური ჯვარი აღმოჩენილი და წარწერა, რომ მეხუთე საუკუნის არის ბოლნისის სიონის ტაძარი. თვითონ ეს წარწერა ხელოვნების მუზეუმშია გადატანილი. და ბოლნური ჯვარი მე ძალიან მიყვარს. ლამაზი ფორმა და სხვათა შორის მაგჯურის ის არის ოდნავ ფორმა შეცვლილი ანალოგია საქართველოს დროშაზე. აი მოდი ნახე. ესეც გერმანული არქიტექტურაა ეს სახლი. ხის ძელები შუაში. ლამაზია და რასაცოდა. გამარჯობა. მართლა? გასტროლებიდან. გასტროლებში ვიყავი სტუმრად, კი, გამიხარდა. კი ბატონო. მართლა? ესე იგი, ეხლა ვიღებთ რეჰანი ქვია ჩვენ არხს, YouTube არხს და რეჰანის გასტრონომიულია და თან სხვადასხვა ადგილას და აქედან ხართ თქვენ ბოლნისიდან? აი, აღრთოვანებულები ვართ, რომ მოვიძიეთ, როგორი ისტორიული ადგილია, ცუდ ადგილას გაგაჩერეთ. და რა ის usამართლოდ არაპოპულარული მოკლედ რა და მგონია რომ უნდა ჩამოვიდეს ყველა. წუთი მაქვს სკოლაში გავდივარ. არა, არ მოგაცდენთ. ესე ქუჩაში გამოვიარეთ, ეკლესიის ფრაგმენტი გადავიღეთ და გერმანულ ქართულ სახლში უნდა გადავიღოთ, ხო? გამარჯობა. ტელევიზია იცანი? მე მგონი ალბომს ვიცი. მე ვიცანი, იმიტომ ოღონდ ტელევიზია არ არის ეს. YouTube-ისთვის. ხო. ასურეთი გადავიღეთ და ერთ ეპიზოდში ვაპირებდით ბოლნისის და ასურეთის მოქცევას და მე მივხვდით, რომ ცალკე ეპიზოდს იმსახურებს ბოლნისი აუცილებლად. მაგრამ ბოლნისი უფრო ის არის. ისტორიული. მასშტაბურად უფრო დიდიც არის. ბოლნისი დიდია, პირველი დასახლება იყო ბოლნისი, ეს შვაბი გერმანელები იმის ჩამოასახლეს და ყველაზე დიდი რაოდენობის მაცხოვრებელი აქ. მადლობა. სასიამოვნო იყო გაცნობა. თუ გაინტერესებთ წამოვძანით გემრიელ ღვინოთას დაგაგემოვიდეთ. კარგად. რა ვქნათ? თქვენც მეღვინე ხართ? მე ანა ლაშა. თქვენი სახელი რო არ ვიცი? ირაკლი, ძალიან სასიამოვნო. აი, ესე სპონტანურად. მეორე პეტლიჩკა გვინდა. მანქანაში. გამარჯობა. კეთილი იყოს ჩვენი ფეხი. ესთან ესე მეჭირება, იმიტომ რომ არ გეგმავდით და ხო, ერთი პეტლიჩკით ვარ წამოსული. თქვენც ხო არ გყავთ ესე წინაპარი გერმანული ფესვები ხო არ გაქვთ? ჩვენ აქ ზოგადად ძირითადად იშვიათად გერმანული ფესვები ვინმეს ჰქონდეს, იმიტომ რომ როცა გაასახლეს გერმანელები
თითქმის აქაურობა დაიცალა. არავინ დაარჩა. ხო, მარტო ესიო შერეული. გერმანელების გასახლების მერე აზერბაიჯანელები ცხოვრობდნენ და მერე მოგეხსენებათ 90-იანებში აქეთ ცოტა მოსაწესრიგებელი. ხო, არა უშავს. მოულოდნელად. კაია. სახლიც არის? ეს სახლიც არის აშენებული 200 წლის წინ, 1818-იან წლებში. ამის ქვევით კიდე მარანია. ხო, ეს ტექნოლოგიაც მაგაში მდგომარეობდაო, ხო? იმიტომ რომ მიწის ქვეშ მარნებში ინახავდნენ. ამას აქვს თავისი დამახასიათებელი თვისება, რომ ესა იყო ღვინის სადუღარი მარანი და ამის ქვევით იყო ღვინის შესანახი. ეს არის ის ტემპერატურა, სადაც 16-18-22 გრადუსამდე ადის ზაფხულის და შემოდგომის პერიოდში და ქვედამარანი 14-დან 16 გრადუსამდე ინახავს ტემპერატურას, რაც ღვინის შესანახად იდეალურია. იდეალური. ასოციაცია ღვინო ბოლნისი გვაქვს, სადაც გაერთიანებულია 45 საოჯახო მეღვინეობა, მაღალ ტექნოლოგიურ ღვინოს ვამზადებთ და დაახლოებით 7-8 წელი ამ პროექტებში ჩართული ვართ და ფეხს ვიდგავთ, სწავლობთ საუკეთესო ღვინის მომზადებას, ვამზადებთ როგორც ტრადიციულ, ისე ევროპულ ღვინოებს და გვაქვს კიდე ეს რაღაც ქართულ-გერმანული ისტორიის შერწყმის ღვინოები, ყველას თავისი დამახასიათებელი თვისება აქვს და ძალიან მაგარია. აი, ნახოთ შეგვიფასეთ ეხლა რა ღვინო გვაქვს და რა უნდა, რას უსვამთ. ტკბილი საფერავია. ნახევრად ტკბილი. ხო? ქინძმარაული ზონა. ნახევრად ტკბილი საფერავი არ არის ქინძმარაულიც? ქინძმარაულის ნახევრად ტკბილი, ნახევრად მშრალი, მაგათ ბევრი ვარიანტი აქვს. ხო. აბა. გაგიმერჯოთ. ყველას გაგვიყვება. ამ ხარის გაცოცხლებას გაუმარჯოს და ძალიან მიხარია, რომ ჩვენი წვლილი რეჰანის წვლილის იქნება ამ ამბავში. ჩამოდით ბოლნისში და ნახეთ, როგორი ისტორია გვაქვს. გემრიელია. მე ნახევრად ტკბილი ღვინოების მოყვარული არ ვარ, მაგრამ ეს ჩათვალე, რომ დესერტია ცალკე, აი უბრალოდ დესერტად შეგიძლია მიირთო. მაინც დაგვაღამდა ძალიან მეცინება, მოკლედ. პირველი ნაწილი ჩავწერეთ და დასაწყისის ჩაწერა ვერ მოვასწარეთ, იმიტომ რომ დაღამდა გარეთ ქუჩაში და ჩამოვედით ამ დასაწყისის ჩასაწერად. ისე ღვინოზე ისე ღვინოზე შევედით, გზაში ვეუბნებოდით თან ლაშას, რომ ახლა რესპონდენტი არავინ ყავს და ნუ სწრაფად წავალთ მეთქი და აბა, ნახე, როგორი საჩუქარი დაგვრჩა. ხო და არა უშავს, მოკლედ, მარტო წიფწა და ხორბალი კი არა, დიპლომატიის სამშობლოც არის ეს ადგილი, იმიტომ რომ აქედან 15 კილომეტრშია სულხან-საბა ორბელიანის სახლ-მუზეუმი და დიპლომატიის აკვანიც აქ დაირწა. წამო, ესეც ძალიან ლამაზი სახლია, გამარჯობეთ. ქართულ-გერმანულ ღვინის სახლში მოვედით, სადაც ბოლნისურ ღვინოებს გავსინჯავთ. იოსებ მუხიგულაშვილი გველოდება უკვე. მისი მეუღლე მარიამი ფინტინუდლას მოგვემზადებს. სოსოს ბებიების დანატოვარი რეცეპტია და საინტერესო გერმანული კერძია. ბოლნისური ღვინოები როგორ მზადდება? გერმანელების დანატოვარი ტექნოლოგიით, მაგასაც მოგვიყვება და დავათვალიერებთ სახლს, რომელიც ისეთია საინტერესოა ძალიან, გარესტავრირდა, იმიტომ რომ ცუდ მდგომარეობაში იყო. სანამ გავსინჯავ, ჯერ მითხარით, კარგად რა განსხვავებაა იმაში, ბოლნისური ღვინის დაყენების ტექნოლოგიაში. იმიტომ რომ დიდი განსხვავებაა და გერმანელებმა დანერგეს ეს ყველაფერი. ხო, ანუ განსხვავება რაში არის? როგორც ეგეთი ქართული ტრადიციული კულტურა არის ქვევრში ღვინის დაყენება. ანუ გერმანელებმა არჩიეს უფრო ევროპულ ქართული, ანუ ფერი უნდათ შეენარჩუნებინათ, რომ ყოფილიყო ქარვისფერი, ანუ დიდი მუხის ჩანებში ჯერ წურებოდა ურძენი, სადღაც 4 კვირა
აყოვნებდნენ, ურევდნენ თავისთავად, ფერმენტაცია მიდიოდა, დუღილი მიდიოდა მუხის ჩანებში და შემდეგ გადმოხონდა და ღვინო ვარგდებოდა კასრებში. და ქართული სად არის მანდ ქართული ამბავი? ქართული ამბავი იქ არის, რომ საერთოდ ევროპული ტექნოლოგია არის მხოლოდ წვენის დადუღება, ანუ პირდაპირ წნეხებში, პირდაპირ ყურძენი რომ მოდის, მარანში იწურება, იწნეხებოდა და მხოლოდ წვენი დუღდებოდა. ამ შემთხვევაში ხო, როგორც ქვევრში მაგალითად კახური ტრადიციული ტექნოლოგია არის, რომ ქვევრში იწურება ჭაჭაკრეთა მასა, კი ბატონო. იგივე და ის ფერს აძლევს, ანუ ის აი ქარვისფერი ის მზის სხივები რაც არის ჩასული, ხო, ახედავდა სიამოვნებს, ეგ არის იგივე ოღონდ მუხის ჩანებში დაყენებული ღვინო. ეს კი ღვინის გავსინჯოთ თან შეიძლება. ღვინის სამშობლოში ხო, ნუ საქართველოს ღვინის სამშობლოა და ღვინის სამშობლოში სამშობლოა ბოლნისი, იმიტომ რომ ზუსტად აქ არის პირველი წიბწა. პირველი წიბწა ამ ტერიტორიაზეა ნანახი. აქ არის ძალიან ბევრი ფაქტები, არტეფაქტები, ჩვენ გვაქვს მუზეუმი, ფოქსენო ბოლნისში არის ერთ-ერთი სოფლიო დონის დანიშნულების მუზეუმი, სადაც ძალიან ბევრი არტეფაქტი არის, სადაც როგორც ვიცი 3000-მდე ესეთი ნიმუშია და ხოცხალი მასა მატერიალი. როგორც ქრისტეშობამდე მოპოვებული, ისე შემდგომ პერიოდში და აქ 200 ნასახლარია ამ პერიოდის მანძილზე აღმოჩენილი. თუმცა ეს ღვინო არის ეს თვითონ ისაც ვიზუალური მხარით ნახეთ რაღაც ძველი გერმანული კატერინეფელდი აქ ისტორია გვიწერია. აი ეს არის ის ტექნოლოგია, რასაც ქვია გერმანული რა, ანუ ჩანში და მერე მუხის კასრებში არის დავარგებული. მუხი გული რატო ქვია იოსებ მეღვინეა და თქვენი ღვინოა ეს ხო? კი, ეს არის ჩემი ღვინო მუხი გული. ანუ ეს ჩვენი გვარის ისტორია, მუხი გულები 1770 ასპინძის ბრძოლიდან, ანუ ესეთი ჩემი პაპა გიორგის მუხი გულს ერეკლე მუბოძა, გიორგი მუხის გული ქონიაო შეიძლება. მის ებრძოლობა თავის 7 ვაჟთან ერთად და იქიდან მერე უკვე მოდის ისტორია გვარის და მას მერე ვართ მუხი გულები და მერე უკვე ხო მინდოდა რომ შვილი მიემატა ხო და ანუ მინდოდა თან გვარის რაღაცნაირად ეს ისტორია რომ ეს ლეგენდა ისტორია უფრო გაცოცხლებული იყო და მაინც საინტერესო გავსინჯოთ. მადლობა. ესე იგი დავატრიალოთ ღვინო. ესე იგი რა ხდება? ჰაერი მოხდეს. ჰაერი ხდება და ესე იგი მინერალების აი ხახუნით ხო? როცა ვატრიალებთ ღვინოს, გამოიყოფა ის არომატები. ის მინერალების ხახუნით ხდება არომატების გამოყოფა და ეს სუღნელი ყველაფერი მოდის იქიდან რა. კარგია ძალიან. ცოტა ციტრუსები არის ხო? ეს მოახსს მოახსეს. კასრს მოახერხ ციტრუსული და რაღაც მენთოლი არომატი ეს მოხს კასრიდან ეს ფრანგული მუხის კასრში არის დავარგებული. ესეთი ძალიან მსუბუქი, ბოლნისური ღვინოების ახასიათებს აი რაღაცნაირად ცოცხალი, ცინცხალი ეგეთი არომატები, უფრო მაღალმჟავიანი ყურძნის ღვინო არის ჩვენთან, იმიტომ რომ თვითონ რეგიონი არის ჩვენი რეგიონი ბოლნისი არის მინერალებით სავსე, ანუ აქ მოგხსენებათ რომ მოპოვება უფროს მოპოვება ხდება. ხო, აქ ჩვენ ამ სახლში რაც ვიმყოფებით, ეს სახლიც კომპანია RMG-მ შეიძინა, რესტავრაცია ჩაუტარა და ჩვენი მეღვინეებისთვის არის ეს როგორც ეგეთი ერთ-ერთი დიდი სივრცე, სადაც მხოლოდ ბოლნისური ღვინოები არის. აქ წარმოდგენილი. და რამდენია? კი, აქ ვარ წარმოდგენილი 17 მარანი. ხო. ხო და ყველას ძირითადად ყველა არის დაცული ადგილი წარმოშობის დასახელების სერტიფიცირებული ღვინო. მე ვერ მოვიწმინე გავსინჯო. ეხლა მინდა რომ დავკონცენტრირდეთ ღვინის დეგუსტაციაზე. ესე იგი სურნელებით ხო საოცარი არომატი მოდის და როსინჯავ იმდენ ხანს რჩება ეს გემო. გაპრულია. საოცარია. მე თევზი მიყვარს ძალიან და თევზის ღვინოა. ბატონო, თევზსაც აი ყველთან სალათებთან შეიძლება ეს. სუპერ, ძალიან გემრიელია ეს. ამა გაგვიმარჯოს. გაგვიმარჯოს, გამარჯოს ბოლნის.
არ არის დაფასებული ეს მხარე სათანადოდ ჩვენშიც კი, იმიტომ რომ მართლა საოცარი ისტორიის მქონე ადგილია, სადაც უნდა ჩამოხვიდე ნახო, ეს გასინჯო და კარგია. მსგავსი ამბები რაც ახსენეთ და ნელ-ნელა იმედია უფრო და უფრო გაცოცხლდება. ჩვენი მოგზაურობის მიზანიც ეგ არის და რა ვიცი, ცოტა ხელს შეუწყობს. გამოიწერეთ რეჰანი აქვე. ჩავაკვეტე. ნამდვილად. მეორეც გავსინჯოთ? მეორესაც ახლავე გაგასინჯებთ. ჭიქასავია. ძალიან კარგია. ესე იგი ბოლნისი თეთრი. ხო, ეს არის მაგალითად როგორც წინანდალი, ხო? ხვანჭკარა, ნაფარეული, მუქუზანი. ჯიში კი არ არის ვაზის ტექნოლოგია? პლუს ჯიში ტექნოლოგია და თვითონ ეს ბუნებრივი კლიმატი, რაც აქ არის შექმნილი და ნიადაგი, ხო, ეს ყველაფერი ქმნის განსაკუთრებულ გამორჩეულ ღვინოს ქმნის. ანუ ბოლნისი რო გითხარით, რომ არის მიკროზონა, და ანუ მიკროზონა როცა არის და დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოს რო ვაწარმოებთ, ხო, აუცილებლად უნდა ეწეროს ბოლნისი თეთრი. თუ თეთრი ღვინის შემთხვევაში, ახლა ამ შემთხვევაში აქ არის გაწითელი და ჩინური ერთად. და უყურეთ ბოლნისი თეთრი. და არის კიდე ბოლნისი წითელი. და ანუ სულ არის 7 ჯიში. ანუ ხო არის გამორჩეულად, მაგრამ ხვანჭკარას აქვს ერთი ღვინოარი ტიპის ღვინო, არის ალექსანდრიული ჯურეთული. მაგრამ ჩვენ გვაქვს ეს უპირატესობა, რატო ესეთი რომ ბოლნისში არის, ესე იგი შეიძლება ვაწარმოოთ დაცული ადგილწარმოშობის ღვინო, ქაწითელი, ჩინური, გორული მწვანე, ესე იგი საფერავი, თავკვერი, ასურეთული შალა, ანუ ასურეთული და შავკაპიტო. აი ეს 7 ჯიშია, რომელთაც შეგვიძლია ვაწარმოოთ ეს პედეო ღვინოები, ანუ მაღალი ხარისხის, პრემიუმ ხარისხის ღვინოები და. ეხლა კონკრეტულ ღვინოს ხმელოს მარანი, გიორგი ხმელეთის მარანი, ბოლნისი წითელი, სხვათაშორის ძალიან ისეთი კარგი თავისი ვენახები აქვს, აქ გაშენებული ერთ-ერთი აი ტერუარი აქვს, საუკეთესო ტერუარი და ის ვენაში, თავისი დაწურვილი ღვინო. ნახეთ როგორი საინტერესო ღვინო არის. მშრალია? მშრალია. ბოლოში ძირითადად თქოს ოდნავ მოტკბო არომატები წამოვიდა და იმიტომ ვიკითხე. თვითონ ეს ახასიათი, იმიტომ კლიავს მოაქვს ეს ტკბილი ჩირის აი არომატები მოაქვს საერთოდ. ალუბალიც აი რაღაცა ესეთია. საოცარი ღვინო არის, ნამდვილად. გავამარჯოს. ღვინოს გავამარჯოს. ხო, მე ღვინეებს გაგიმარჯოთ. ჩვენთვის ყველა საყვარელი რო გვაბედნიერებთ ღვინის მოყვარულ ადამიანებს. კაი, გავსინჯოთ ეს. საოცარი. მაგარია. სასწაული. აქაც ასაც არის ზუსტად მუხის კასრში დავარგებული. აქაც მოდის მუხის ტონები, მუხის ესეთი ვანილი, ესეთი თამბაქო. ისეთი ეს ხეულიანია, ესეც ხორციანია, თუ როგორ ეძახით. სხვათა შორის იტალიაში მერანოს ფესტივალზე ერთ-ერთი გამარჯვებული ეს ღვინო არის, ერთ-ერთი გამარჯვებული ეს ღვინო არის, ია. ქართულ გერმანულ ღვინის სახლში ჩვენი მასპინძელია მარიამ დემროზაშვილი, რომელიც საინტერესო ისტორიით გვიმზადებს კერძს, იმიტომ რომ მარიამის მეუღლეს სოსოს ბებიების დანატოვარი რეცეპტია და სახელი რა ქვია? ფინტი ნუდლა. ფინტი ნუდლა. კი, ფინტი ნუდლა ქვია, გერმანული შვაბური კერძია, რომელიც მზადდება ორი ძირითადი ინგრედიენტი აუ რაღაც არის. სუდად ვდგავარ, მანდედან მოვა, ხო? ხო, რაღაცა. მითხარით? ცომისგან და ფარშირებული საქონლის ხორცისგან, რომელიც შეგემებული არის ქართული სუნელებით. მზადდება ხახვით, ნიორით, მუსკატის კაკალი არის ყველაზე მნიშვნელოვანი სუნელი, რომელიც ძალიან უხდება ამ კერძს. ტაფაში ხდება მისი დამუშავება, მობრაწვა, კი, უნდა შეწითლდეს ხორცი, რაც უფრო გემრიელს ხდის ამ კერძს. და მერე უკვე წნიანი მზადდება, რომელსაც მერე განახებთ, ანუ დაფნის ფოთოლი წვენში, მუსკატის კაკალი ისევ, ცოტა ქინძი, ცოტა ოხრახუში. და აი ამ წვენში ხდება მისი მოხარშვა და ემატება კარაქი.
აბა ახლა იცით რა ხდება. ამ მასაც თავისი ის აქვს რა, მიდგომა როგორ საიდან დავიწყოთ. ხო, წესი. ხო, ესე იგი უნდა აუცილებლად შუაზე გავხსნათ. შუაზე ეს გადავხსნათ ეს. ანუ შიგთავსი ხო რაც არის, წვენი არომატები გამოდის ხორცი, მოთშული ხორცის და ეს შედის. ერევა და ხო, საოცარი არომატებს იღებს. იმიტომ რომ წვენში საკმაოდ ბევრი რაღაცეები უქნამარია, მუსკატის კაკალი. ხომრაკია მარილი. ძალიან მაგარია. გემრიელესია. შენ სამ გასინჯო. გადაიღოს ჯერ კარგად. უფ. წვენით ფანტასტიურია. არ გავს არაფერს. დასაწყისში ვამბობდით, რომ პელმენის გემოზე იქნება, არ არის. არა, ხორცი იმდენად სხვანაირად მუშავდება, რომ პელმენის გემო არ ექნებოდა, არ არსებობს. აპრულია. გემრიელესია ფინტი ნუდლა. გემრიელად. კაია. აბა ამ მადლობა. ჭიქით ბოლნის გავამარჯოს. გაუმარჯოს. ბოლნის სტუმარ მასპინძლობას გავამარჯოს. აქ ცხოვრებ ყველა მოსახლესთან ერთად თავისთავად. ეს ქმნის ბოლნისის აი სილამაზეს და უნიკალურობას, იმიტომ არის კარგი ბოლნისი. სტუმართ მოყვარი არის, ხალხი არის ძალიან თბილი. გაუმარჯოს ბოლნის და ბოლნისის შვაბური ლორი, რომელიც შვაბური ტექნოლოგიით მზადდება, რომელიც გერმანელებმა შემოიტანეს ბოლნისში. ძალიან მაგარია. ეს უფრო ცხელები იყოს ეს. ძალიან არომატულია. ფენებად. შვაბური ლორი როგორ მზადდება, ტექნოლოგია როგორია დამზადებისათვის? ანუ აი რაჭული ლორი და შვაბური ლორის შორის განსხვავება რა არის, რომ რაჭული ლორს მხოლოდ მარილი გამოყავთ და შრება და მერე იბოლება და შვაბური ტექნოლოგია არის როგორი? მარილი და მარილთან ერთად უკვე სანელებლებიც აქვს. იგი ნიორი შედის, წითელი წიწაკა, ეს სურნელოვანი პილპილი, ხო, შავი პილპილი, დაფნა. შესტუნელებულია, მოკლედ განსხვავება დიდია, ესე იგი. და წყალში აუცილებლად წყალი ესხმება და 40 დღე არის წყალში, მერე ამოაქვთ, აშრობენ და მერე ხდება შებოლვა. როგორც ვთქვით, უფრო არომატული ხდება რა, უფრო აი აქვს განსხვავება. ჩვენ ვიდეოებს რო უყურებენ ხოლმე, სულ ჩივიან, რომ აი მე ხა დიეტაზე ვიყავი და ღამე ვუყურე და წავედი ვჭამე და რა ვქნა გემრიელია და რა გავაკეთე. ძალიან მაგარია, კაია ძა. ესეთ დონემდე რესტავრაცია და რეაბილიტაცია როგორ მოხდა? იმიტომ რომ რაღაც პატარა ფრაგმენტია ხო ფაქტობრივად, აი ეს ფერები, რაღაცები, როგორ აღდგენა როგორ მოხდა? ანუ ორი მიშენება აქვს, ნახევარდარბონა აქვს აი აქ და აქ, აი ეს ფანჯარაც რა თქმა უნდა. ხო და აი როგორი იყო ესენი ფოტოს მიხედვით აღადგინეს? ხო, ფოტოს მიხედვით მოხდა აღდგენა. უყურე
სახურავი თვითონ ეს კრამიტი ჩამოვიდა, გაირეცხა, ეს დამუშავდა და მე როგორც სხვანაირი ტექნოლოგიით, ანუ თან უფრო თანამედროვე ტექნოლოგიით ისევ დაალაგდა რა, აქ უბრალოდ ნახეთ შიფერით იყო და რაღაცა. ანუ ვერ წარმოიდგენს. პლუს ამას ეს ფერებიც რა არის, ძველი ჩარჩოები იყო დარჩენილი და გადაღებილი იყო რა და იმის პირველი ფენა ანუ რომ აფხიკეს, ანუ თავისთავად ის ფერთან მივიდნენ რა, რომ აი ეს ფერი იყო და მე შეირჩა, ხო ეს ფერები შეირჩა და ესეთ ლამაზი. აქ ვინ ცხოვრობდა, ანუ ვის იმან ვალკერი ცხოვრობდა. ვალკერი. მე ვინახები იყო და უწყებდა. ხო. იუნიონის თანადამსწრებელი იყო, მევენეთა კავშირის. იყო მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე იყო და ამავდროულად პირველი სამკითხველო წრის დამაარსებელი იყო კატერინა ფეჩი. საკმაოდ საინტერესო პიროვნება. ამ ადამიანებმა მოკლედ რაღაცა სხვა პეწი და კულტურა შემოიტანეს რა. იქ მონადირეთა კლუბი ესე ერქვა, კავშირი, მეთევზეთა, რაღაცა რასაც მიყვებით ცოცხალი იყო ძალიან აქაურო. საკმაოდ დიდი კულტურული ცხოვრება. ხო. ველოსიპედთა კლუბი ყავდათ. ველოსიპედისტთა კლუბი. 1935 წელი. როგორ ხდა ცხოვრება და რა. აი ეს ფოტოებიც ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ნახეთ რა მხელა ორკესტრები ყავდათ, ჩასაბერი და სიმებიანი. და უშუალოდ ვალკერის მონაწილეობაც არის ამ ორკესტრში, აი ეს არის თვითონ ვალკერი. და თეატრალურ დასშიც ნახეთ აი ქართულ სამოსში გამოწყობილი ვალკერი. იღებდა მონაწილეობას კავკასიურ ვარდში. ქართულ ენასაც აქტიურად სწავლობდნენ, როგორც ქართულ ენას მეტნაკლებად. ქართულ გერმანული ღვინის სახლიდან რუსო ქვარცხავასთან პირდაპირ სამზარეულოში მოვედით, რომ გავსინჯოთ ქართული წითელი დოლის ხორბლისგან დამზადებული ფქვილით მომზადებული პური, ხო სწორი ვარ? და გერმანული შტოლენი, რომელსაც 700 წლიანი ისტორია აქვს და საშობაოდ მიირთმევენ, ხომ ასეა ესეც. ცუკატებით და გემრიელობებით ჯერ არ გამისინჯავს, გავსინჯავ და მე მოუყვები, მაგრამ მანამდე მოდი. შენ მოგვიყევი რუსო. პროპორციულად აი 1 წილი ცოცხალი საფუარი, 1 წილი ფქვილი, 1 წილი წყალი. ნუ 100 გრამი საფუარი, 100 გრამი ფქვილი, 100 გრამი წყალი. ეს მე უნდა გაფუდეს. ნაწილს ვინახავ ცოტას და მე ამას ყოველდღიურად ყვებავ. აი თუ მინდა რომ ძლიერი იყოს, ანუ აუცილებელია რომ იყოს ძლიერი, რომ არ გაფუჭდეს, არ ჩავარდეს ცომი, იმიტომ რომ ეს არ არის ჩვეულებრივი ხელოვნური, დროჟი, ესე ვთქვათ. ხო, საფუარი, ხო. ძლიერი როცა არის და ეტყობა უკვე 3 საათში და 2 საათში ამოდის და ორმაგდება, უკვე დარწმუნებით იცი რომ ის პურს არ გააფუჭებს და არ ჩაგიგდებს. იმიტომ რომ ტემპერატურაზეა დამოკიდებული, შეიძლება ძალიან გადაყვე, ძალიან ეფოფინო, ძალიან ბევრი რაღაცა, მაგრამ უცომი არ ამოვიდეს. და რაც უფრო ძლიერია, რაც უფრო ძლიერია, გარანტირებულად ამოვა და ფუმფულა გამოვა. კი, გავს, მაგრამ უკვე არის ნამდვილად პური. თუ ვინმეს უნდა რომ თავისი რესურსი მიმართოს და ესეთ ადამიანებს ხელი შეუწყოთ, თქვენ შეგიძლიათ ხელი შეუწყოთ რუსოს, იმიტომ რომ 5 წლის გამოცდილებით პურის ცხობით ძალიან კარგ ტექნოლოგიამდე და გემომდე მივიდა და მას სჭირდება ხელის შეწყობა. ეს არის წითელი დოლი და ლომთაგორას ფქვილი, ახლა ერთმანეთში გადაყრილი. ხო. როგორია? ისინი აქ რაღაც ცეხვილი ამას ქვია, ხო? ამას ქვია ცეხვილი ფქვილი, თავისივე ისინი აქვს, აი თავისივე ქერქით, აი აქაც ეტყობა საფუარს ეტყობა, ნახეთ? ხო. ოდნავ მომჟავ გემოდა და მიყვარს რომ არ დამჟავდეს პური, აი თავიდან როცა ვაცხობდი იყო ძალიან მჟავე და ვერ ხვდებოდი რატომ იყო მჟავე, აი ვერ ვიგებდი ახლა არც გამოცდილება არ მქონა თავიდან და არც არაფერი და მე გავარკვია რომ ანუ იმიტომ სჭირდებოდა საფუარს რამოდენიმეჯერ გადაკვება რომ პურის შემდეგ მჟავი არ გამოდიოდა. დღემდე აი დარწმუნებული ვარ ბევრთან რაღაცა ეჭვის მომენტი იყო რომ არ არსებობს, არ შეიძლება, როგორ შეიძლება აი ესე პური ამოვიდეს და მეკითხებოდნენ კიდევაც რომ მართლა არ ხმარობ ესე ნაყიდ, ხო? ამ საფუარით როგორ შეიძლება ამოვიდეს? ან როგორ შეიძლება, აი მართლა არ იყენებ არაფერს სხვას, აი
ნუ მე პასკა რო გამოვაცხო საერთოდ შოკში იყო ყველა კი რა იქაც დარწმუნებული ვარ იქაც უნდობლობა იყო და აი მართლა არავინ არ დამიჯერებდა კი არა საკუთარ დედას ქონდა დაეჭირო შულო რას აკეთებ ისე რო აკეთებენ ჩვენ გჯერა აი ისე რომ ზელს ხალხი და ზელს ხო იცი ცოტა რაღაცა პრობლემა აქვს ამოსოს რას აკეთებ რუსო დედა მონებართლა აი რას დედა მოთხარი გაჩერდი ხო და მოვზილე პასკა პირველად და ერთი სული მქონდა დილის 5 საათზე ბუძილიკი როდის დარეკავდა რომ ჩამოსულიყავი აქ მე და რა ქვია ეს ცომი და რომ მოვედი აი ესე კარები ჩუმად გამოვაღე და ესე უყურებ ნეტა ჩემი ცომი რა შობა თქო და ცომი ასე ამოფუმფულებული მოკლედ განამაყე ვიყავი იმ წუთებში როგორც მეღვინეობა სჭირდება ხელი ხასიათი ისევე ცომთან მიმართებაში მეპურეობასაც სჭირდება განწყობა და ტყუილად არ არის რომ შიშველი ხელით ზელცომს შენი ენერგეტიკა გადადის და ეხლა ეგეც გააქვს რაღაცა რა არ ვიცი მაგრამ აი მართლა არასოდეს არ ყოფილი ვარ ისეთი განწყობით რომ აი არ გამომივა ეხლა ამ ცომს სჭირდება დასვენება, დაყოვნება. რამდენი ხანი ჭირდება? 3 საათი მაინც ესე 2 საათნახევარი. ხო, გლუტენი უნდა გაიხსნას. ყველაფერი ესე იგი თავისი ამოფუმფულებიანად. დაგვახვედრა გამზადებული პური, რუსონ პურები და შტოლენი. შტოლენი, ნუ ბოლნისში რო გერმანული კულტურა დიდი, მან დედან წამოვიდა იდეა შტოლენის გაკეთების? არა. ეგეც სპონტანურად. უბრალოდ? არ ვიცი ხო რატომ არ ვიცი, ოღონდ ესე. აი ესე სპონტანურად რა. შტოლენი გემოთი ოდნავ პასკას არ გავს? ოდნავ, იმიტომ რომ სანელებელი ერთი აქვს, მაგრამ შტოლენში არის ფორთოხლის ცეიდრა. ხო, ეხლა სხვა დაუმატეს გამშვენებული. ხო, მაგრამ მაინც არა, მაინც. რა ვიცი, შეიძლება ახლა. მოდი აი პირის რეცეპტორებზეც არის დამოკიდებული ეგ. ეხლა აქ რა ხდება და აქ ხდება ის, რომ ეს არის ძრუხი პური და ეს არის ძრუხ პურში დამატებული აქტიურებული ნახშირი. ნახშირის პური, რომელიც მე ძალიან მიყვარს. ვიცი, ვეღარ გწნობ მე ვერაფერს თქვენ. ძალიან გემრიელია. თუ გინდა მიხედენ ეს და მე მანამდე მოვყვები როგორი გემოაქვს. კი ბატონო. არ არის მჟავე. უფრო მჟავეებია ხოლმე. სასიამოვნო სიმჟავიანობა აქვს. ძალიან ხრაკუნაკანი აქვს და აი ხლა უფრო ის არის, რა ქვია, აი უფრო შეიძლება უფრო ხრაკუნაც უნდა იყოს, უბრალოდ მე მალე გამოვიღე. მოდი ამაზე დავდებ ხლა. ხრატუნა. კარგად ვახაკუნებ. ხოგაი. მაგრამ თბილი რომ არის, ხო, ცოტა ის არის, რა ქვია, აი წაუცომებს ახლა ნახე ჭრელებში მაინც თბილი. ხო, ოდნავ ის სჭირდება გამოშვება, მაგრამ ახლა უნდა ამას გაციება. ცომი არ, ანუ ისეთია რა გამოცხარე. ეს ცხვილიც იგრძნობა. პური მეპურე დააცხოსო და მეპურე ხარ ნამდვილი. მადლობა. გატენილია შუკატებით და ამაში არის ახლა თხილეულიც აქვს. ნუში აქვს. ნუში. ნუში ბატონი ნუში. ამაში ახლა არის შტოშის ჭირი. გარგრის ჭირი. ქიშმიში და ნუში და კიდევ არის ფორთოხალი. საფრიკი მაინც მოგწვევ. მაგარია, ფუმფულა არ არის, ფუნთუშა ხო, არ არის. ჭირს არის მჭიდროა. დავყარე. გემრიელია. გემრიელია. აი პასკის ნაირია რა, მშრალია, ძალიან გავს ჩემთვის პასკას. ძალიან.
უბრალოდ უფრო მეტი ის ერთ-ერთი სანელებელი აქვს. რა ქვია მაგას? პასკასაც რა უკეთებენ, ხო? ყველაფერი აქვს, რაც პასკას აქვს, ერთადერთი მარიჩინი აქვს უფრო ჭარბად. ძალიან დიდი მადლობა, რომ გვიმასპინძლა და ხო გეუბნები. აუცილებლად მოგწერენ ჩვენი გამომწერები, რომ სად ვიყიდოთო და ველოდებით რეალიზაციას. სადმე? დიდი მადლობა. წარმატება. ასევე თქვენს.